კახეთის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა სიები ქართულ ბანკს გადაეგზავნა. მოსახლეობა დახმარებას ეტაპობრივად სოფლის რწმუნებულების შეტყობინების შემდეგ მიიღებენ. კახეთში დახმარება სულ 28500 ოჯახზე გამოიყო. კომპენსაციის აღება მათ ბანკი ქართუს ნებისმიერ ფილიალში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენით შეეძლებათ. საერთო ჯამში ზარალის ასანაზღაურებლად ფონდ ქართუმ 100 მილიონი ლარი გამოყო. რის მიხედვით ნაწილდება კომპენსაციები ნახეთ ჩვენს მთავარ გამოშვებაში 9 საათზე. დაფიქსირებული არის მათ მიმდინარეობს საბანკო ანგარიშების გახსნა 28500-ვე დაზარალებულ ოჯახზე და შესაბამისად ანგარიშების გახსნის დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაიწყება კომპენსაციების დარიგება. თითოეული სოფლის რწმუნებული იქნება ინფორმირებული კონკრეტულად იმ ოჯახებთან დაკავშირებით, რომელი ოჯახებიც რომელ დღესაც გამოცხადდნენ საბანკო დაწესებულებებში იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ რიგები.